Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. 100,000 ბავშვი ხომ აიც არის მოპარული. ფაქტიურად ყველაფერმა გაიარა ჩემს თვალწინ, გააჩინა 3 შვილი, მახინჯი დაიბადა. მეორე ბავშვზე უთხრეს თავის ტვინის შეშუპება აქვსო და სიცრუე. დააწერინეს ხელწერილი ორივე ცოლ-ქმარს, რომ ბავშვზე ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს. კი, მაგრამ ბავშვი როგორ არ ნახეთ? არც გარდაცვალების მოწმობა მიუცია ვინმეს, არც ცხედარი ტნევიათ იქედან. ანუ ეჭვი გაქვთ ახლობლებზე. მესამე მორსულობა უკვე თბილისში გაატარა თქვენმა მეგობარმა, იმიტომ რომ ალბათ უნდობლობა ქონდათ. ნაყოფი იყო ბიჭი, უკვე მესამე ბავშვი და მეხუთე დღეს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. გაჩევაში რას ამბობენ? ამას უკვე აზრი აღარ აქვს, ეს უკვე აბსურდია. რატომ არ ხდება გამოძიება? აბსოლუტურად დაუცველები ვართ. დაგვეხმართ, რომ მოპარული ბავშვი ვიპოვოთ. რეალურად არ ხარ გაშულებული და ესეთი გაუგებრობის მსხვერპლია, გაუგებრობის კი არა, უბედურების. სინამდვილეში გეძებთ თქვენი დედა, რომ თქვენ არ ხართ გაყიდული ბავშვი, ერთი შვილი მაინც დავიბრუნო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ, რომელიც იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი პოდკასტი, ვიდეო, ინტერვიუ ან ვლოგი ჩაიწეროს პოდკასტ პოინტში, უნდა დარეკოთ მითითებულ ნომერს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს სტუმარს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია მე კონტაქტი მაქვს დედებთან, რომლებსაც შვილები მოპარეს, მაინც ალბათ ბოლომდე ვერ ვითავისებ რას ნიშნავს, როდესაც შვილს ვიღაცას გულიდან გაცრის. თუმცა ალბათ ასმაგად უფრო მძიმეა, როდესაც ეს ყოფილი ხდება ოჯახის ახლობლის ჩარევით. სანამ სტუმარს წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსროლად ამანათის გაგზავნა საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო საკურიერო მომსახურების მეშვეობით. ირინი თრეველი გთავაზობს სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს, ამისთვის უნდა დავუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია იურისტი გურანა მანაგაძე. მოგესალმებით ქალბატონო გურანა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენთვის თქვენ სტუმრობას აქვს ორმაგი დატვირთვა და ორმაგად მნიშვნელოვანია თქვენი სტუმრობა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ბრძანდებით ადვოკატი და წარმოადგენთ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მძიმე ამბის მსხვერპლი და თან მისი მეგობარი ხართ, რომელიც ახმოვანებთ საჯაროდ იმ მოვლენებს, რომელიც ხდება საგამოძიებო მხრივ და მის პირად ისტორიასაც ყვებით. თქვენ გვიყვებით ისტორიას თუ როგორ მოპარეს თქვენ მეგობარს შვილები, ალბათ ასმაგად მძიმეა იმის გაზრება, რომ ეჭვი გვაქვს ნათესავის ჩარევაზე. სავარაუდოდ. ხო. მოდით თავიდან დავიწყოთ. ისტორია თქვენი მეგობრის. მოგესალმებით მეც. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა ის უნდა გითხრათ, რომ მართლა საოცარი ძალიან მადლიან საქმეს აკეთებთ და ეწევით. ზოგადად ეს მთელი ერის მისამართი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია დაზარალებული და მე როგორც იურისტი არაჩვეულებრივად ხედავ ამას უკვე ბოლო 3 წელია ინტენსიურად, რაც თქვენი ჯგუფი არსებობს უფრო მეტი დროა, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად უკვე როცა გაჩნდა ამის ნამდვილად საფუძვლიანი ეჭვები, მე ვურჩიე ჩემს მეგობარს, თამარს, რომელიც მეორე კლასიდან ჩვენ ერთად მოვდივართ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, დავამთავრეთ და ეს ქალაქ ქუთაისში ხდებოდა ყველაფერი, იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და როცა შემდგომ გათხოვდა უკვე 18 წლის ასაკში, მე ვიყავი მისი მეჯვარეც, იქ პატარა თქვენ უშუალოდ ხართ მომსწრე თან ამ ყველაფრის რაც მომსწრე ვარ, ფაქტიურად ყველაფერმა გაიარა ჩემს თვალწინ, გარდა კონკრეტულად იმ ეპიზოდებისა, როცა მან უკვე შვილები გააჩინა, იმიტომ რომ მე მაგ პერიოდში უკვე სწავლობდი უნივერსიტეტში საზღვარგარეთ და აქ არ ვიმყოფებოდი, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი დეტალურად, იმიტომ რომ ინტენსიური მიწერ-მოწერა ქონდა, მე მის საუბრები ყველაფერი. ერთი სიტყვით ალბათ კონკრეტულად დიდი დრო რომ არ წაგართვათ, ვიტყვი რომ მან ქორწინებაში, რეგისტრირებულ ქორწინებაში თავის მეუღლესთან გააჩინა 3 შვილი. აქედან 2 იყო გოგონა და მესამე იყო ბიჭი. 2 გოგონა გააჩინა
ქალაქ ქუთაისის ნომერ 1 სამშობიარო სახლში. პირველი გაჩნდა 86 წლის 9 სექტემბერს. გაუკეთეს საკეისრო კვეთა და იმ პერიოდში ეს იყო ძალიან რთული ოპერაცია. ქალბატონებს ასე ადვილად არ უშვებდნენ სახლში, იყო თავისებური იმ დროს ნარკოზიც ყველაფერი და ანესთეზია მაქვს ხედელობაში და შესაბამისად 2 კვირა არ წერდნენ ქალს სახლში, ისეთი მძიმე შედეგები იყო მისთვის. და მას ნორმალურად გამოსულიც არ იყო ამ მდგომარეობიდან, იქ რო უთხრეს, რომ ბავშვი დაიბადა ხერხემლის თიაქარი, ესეთი პათოლოგია უთხრეს, შეშუპება, მწვავე შეშუპება ხერხემლის მალების და რომ ეს ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ხეშად რო თქვა, მახინჯი დაიბადაო, ესე უთხრეს და ხო, ესე ამბობდნენ ექიმები, რა ტერმინია რა უკეთურა. ეხლა როგორც უკვე ვხედავთ, ეს არის ზოგადად აბსოლუტურად იმ პერიოდისთვის მიღებული დიაგნოზები ბჭყალებში. აგრეთვე თავის ტვინის შეშუპება, ეს მეორე ბავშვს უთხრეს თავის ტვინის შეშუპება აქვსო და ან ხელიდან გაუვარდა ექთანს, ან აცრა ვერ გადაიტანა და რაღაც ამის მსგავსი სიცრუე, რასაც ქვია. და შესაბამისად უთხრეს მეუღლესაც, რომ ასეთი მდგომარეობაა, დედამთილი, მამამთილი, მისი დედაც იყო, მაგრამ არცეც არ ურჩიეს ბავშვის ნახვა. აი, არ ნახოთო, მე როგორ იცოცხლებთ ამითიო, გაგიჟდებითო, ისეთი, ცუდი სანახავია ესეო და დააწერინეს, ურჩიეს რა, რომ არ წაიყვანოთო, ჩააბარეთო, ჯერ ასეთი ტერმინი იყო, მაშინ ჩააბარეთო ინტერნატშიო და იქ მოულის სახელმწიფო, ახალგაზრდები ხართ, დაიტანჯებით თქვენო და არ გიჩებთ გაყვანასო. და არ უნდა და ტირო და გალი იყო ზემოთ უკაცრავად ფეხზე ვერ დგებოდა ესეთ მდგომარეობაში იყო და დააწერინეს ხელწერილი ორივე ცოლ-ქმარს, რომ ბავშვზე ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. და შესაბამისად ეს ურჩია რა თქმა უნდა დედამთილ მამამთილმაც, რომ როგორ შეიძლება ხა სოდუები ხართ, გაგიჩნდებათ კიდე მეორე ბავშვი და ესე და გამოწერეს, მაგრამ არ ასვენებდა მას აი ეს ამბავი, რომ როგორ ჩემი ნებითო, როგორ დამაწერინეს ეს ხელწერილი, ისე რომ მე ბავშვის ნახვა მინდაო. იკლავდა თავს, რომ ბავშვი უნდა ვნახო. მაგრამ ერთი თვე დაჭირდა იმას, რომ ცოტა რეაბილიტაცია, სანამ აზზე მოვიდა, გონზე მოვიდა და მე წავიდა დედამისთან ერთად იმ პირველ ბავშვთა საავადმყოფოში, უთხრეს, რომ იქ იქნება გადაყვანილიო და იქ დარეკა ქვემოდან ზემოთ არაუშვეს და ვის ელაპარაკა, რა თქმა უნდა, არ ახსოვს და არის ის ვიღაც სამედიცინო მუშაკს და მოიკითხა ეს ბავშვის სახელი, გვარი, ყველაფერი, რაც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო. მე როგორც გაირკვა ბავშვი სულ სხვა სახელი და გვარით ყოფილა დარეგისტრირებული, მაგრამ და უთხრეს, რომ მოგდა, მაგ ბავშვი ნუღარ ეძებ. აი ესე რაღაცნაირად მიაძახა იმან ვიღაცა იყო და წადი სახლში ქალო საქმე არაფერი გააქვს. აი ხო რომელიღაც მაყურებელს, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, გაუჩნდება შემდეგი შეკითხვა, რომ კი, მაგრამ ბავშვი როგორ არ ნახეთ? ან როგორ დაიჯერეთ ბავშვის გარდაცვალება? ნახეთ, ბავშვის გარდაცვალება მათ გამოუცხადეს მე-7 დღეს. ამ ბავშვის გარდაცვალება. თუმცა არც გარდაცვალების მოწმობა მიუწია ვინმეს, არც ბავშვის ცხედარი გამოტნევიათ იქედან და მე მქონდა შეხვედრა, მე ჩავედი ქუთაისში, მისი ყოფილი მეუღლე ნაახევე საუბრე და დაუსვეს შეკითხვები, რომ ბავშვი რატო არ მოითხოვეთ, გარდაცვალების მოწმობა რატომ არ წამოიღეთ და მან მითხრა, რომ მე ასეთი რაღაცების ისიც ახალგაზრდა იყო, უნდა ვთქვათ, ხო, სიმართლე, რომ თვითონაც ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო და ასეთ რაღაცას ყველას ასე ატყუილებდა, ეს ხო არ იყო რაღაცა უნიკალური შემთხვევა. და არ მოვითხოვე მე საერთოდ მეშინი ასეთი რაღაც აქ მიცვალებული ასე ისეთ არ მithumetesო რომ თუკი თუმცა დაბადების მოწმობა გააკეთებინეს და გააკეთა დაბადების მოწმობა მამამ, დიახ, დედის სახელზე და გვარზე, ხოლო მამის სახელად რატომღაც მისი სახელი კი არ ჩაწერა, ვიღაცა გიორგი ჩაწერა, დედა არის თამარი ლაბაძე და ჩაიწერა ბავშვი, სახელის დაურქმევია ისე რომ თამარი მეს გაიგო მხოლოდ შარშან, არც იცოდა თუ ბავშვის მეტრიკა არც დაბადების მოწმობა არსებობდა
და არც ის იცოდა თუ ბავშვს ამან სახელი დაარქვა და თან ვიღაცა გიორგის ასული ლაბაძე და არა მისი გვარი. რატო ამის რითი ხსნის დიახ, მამა? იცით რა არის საინტერესო, რომ ესე თქვა, რომ ვინაიდან ჩვენ გითხრეს, რომ ბავშვი არის ძალიან ისეთი პათოლოგიით დაბადებული, აი ჩვენ შევხრცხვაო, მე და ჩვენ ოჯახსო შევხრცხვაო, რომ ის როგორ გავამხილოთო, რომ ხალხი იტყვისო, რომ აი ავადმყოფი ბავშვი შეეძინათ და ნახე საკმაოდ ისეთი ცნობილი ოჯახი იყო ქუთაისში და იურისტები იყვნენ თავის დროზე 60-იან წლებიდან მოყოლებული ძალიან ისეთი და სავარაუდოდ ესეთი თემა იყო რა და ესე ჩავწერე. ასეთი მე მომცა, ასეთი განმარტება ახლა და არ ვიცი, ყველა შემთხვევაში სრული სიმართლე, რა თქმა უნდა, მისმა მშობლებმა ალბათ უფრო იცოდნენ, მაგრამ ისინი სამწუხაროდ გარდაცვლილები არიან, ადრე გარდაიცვალნენ. ანუ რეალურად ეხლა თუ ვინმე ბიჭი არის დაბადებული 1986 წელს და უწერია გვარი ლაბაძე, ბიჭი არა გოგონა. პირველი ბოჭი 86 ლაბაძე გიორგის ასული. ნანა ლაბაძე გიორგის ასული. თუ არის ესეთი ადამიანი ვინმე, ვისაც თქვა ან გამოთხოვილი აქვს ტრებიკინგის აგენტო და საბუთები, ვთხოვთ რომ შეგვეხმიანოს, რომ რეალურად არ ხარ გაშულებული და ესეთი გაუგებრობის მსხვერპლია, გაუგებრობის კი არა, უბედურების. მაგრამ მაინც ერთი კითხვა უნდა დავსვა. თქვენი მეგობრის მეუღლის ოჯახი იყო ძალიან ცნობილი ოჯახი. თან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იყვნენ ყველა ოჯახის წევრები. როგორ გაუბედეს, ასე ვთქვათ, მათ ოჯახს ესეთი რაღაც და დიახ, ეს ჩვენთვისაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მე როგორც აი თქვენი ჯგუფის ისტორიებიდანაც გამოჩნდა, სწორედ ასეთ ოჯახებს უბედავდნენ და მით უმეტეს ვერ წარმოვედგინათ ეთყობა ამ ხალხს, რომ ასეთი რაღაცას თან რა არის იცით ხაზგასაზრდელი, მე სავარაუდოდ ვიტყვი ამ შემთხვევაში ვერავის ბრალს ვერ დავდებ კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ ქირურგი ორივე შემთხვევაში, გინეკოლოგი იყო მათი უშუალო მეზობელი, რომელიც მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა ქუთაისში, ცნობილი ქირურგია, დღესაც მუშაობს, მოქმედი ქირურგია. ცოცხალია ეს? დიახ, რა თქმა უნდა, ცოცხალია ეს პიროვნება, ასაკი აქ რა თქმა უნდა, მაგრამ მუშაობს, ოპერაციებს აკეთებს და მე მისთვის როგორ არ დამეჯერებინაო, ესე მითხრა ყოფილმა მეუღლემ თამარის. აი რანაირად არ უნდა და პირველ ბავშვიც ის იყო, მეორე ბავშვიც ის იყო და შესაბამისად აქ ერთი ადამიანი არ მოქმედებდა ამ სქემებში, აქ მოქმედებდა მთელი სამედიცინო გუნდი და აი რა როგორ თქვა, იცით რა, მამამთილი იყო მილიციის სამმართველოს უფროსი ერთ-ერთ რაიონში იმ პერიოდში. შესაბამისად ახლა როცა ასეთი რამე ხდებოდა, ელემენტარული ბავშვი მაინც უნდა ენახა, შესულიყო, ან ეს საბუთები მოეთხოვა, ხო? და ერთად გაზრდილები ვიყავითო, მე და ეს ქირურგიო ჩემი მეზობელიო და ისეთი ნდობის ფაქტორი მქონდა და ეხაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები არაა ცოცხალიო, მამა იცახის რა, საერთოდ რატომ ეძებთო? ხო, ეს ბავშვების მამა, თქვენი მეგობრის მეუღლე, მაგრამ მისი მშობლები, ანუ ფიქრობთ რომ რაღაცა. იცით რა, მე როგორც ვიცი ასეთი ისტორია იყო, რომ თავიდან სიყვარულით შეუხდნენ, ესენ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდათ და მე ვიცი ეს უშუალოდ ორი ამას უყურებდი, ჩემ თვალწინ გაიარა მათმა ისტორიამ და მაგრამ ოჯახს მაინც და მაინც დიდი მიმღებლობა არ ქონდა ჩემი მეგობრის, იმიტომ რომ ეს იყო ცოტა სოციალურად, ეხლა ვთქვა დღევანდელი გადმოსახედიდან, უფრო აი მშობლები ყავდა, მუშები მუშაობდნენ საავტომობილო ქარხანაში, ოჯახი არ იყო ხა ისე შეძლებული და ისეთი ტრადიციულად ძლიერი, როგორც ამათი ოჯახი იყო და ამას მაშინ ანიჭებდნენ ძალიან დიდ მნიშვნელობას. პრინციპში ალბათ დღესაც ანიჭებს ბევრი, მაგრამ სამწუხარო ის არის რეალობა, მაგრამ მაშინ იმ პერიოდში ეს განსაკუთრებული ის იყო რა რაღაცა ტრაგედია და იყო ბევრი შემთხვევები, საუბრები, რომ ამ გოგოს ამ ხრივ რაღაცნაირად ქონდა იმის კომპლექსები, რომ აი მე ჭიანს ეძახდნენ, შენი ბრალია ეს სავარაუდოდ ჩვენ ჯიში, ჩვენს გენეტიკაში ასეთი რამე არ ყოფილა და არ მოწო, თუმცა არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს ფიზიკურად ჩემო მეგობარს, ძალიან ლამაზი, ისეთი რომელი
შოლტივით გოგონა იყო და ნამდვილად არაფერი არ ქონდა დასაწუნი ადამიანიც არ სწავლობდა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში იქ და ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა ხო 18 წლის რო შესრულდა და მერე ხდება ადამიანის უფრო მეტად ჩამოყალიბება და ფორმირება მაგრამ ფაქტიურად აი ეგრევე ყოველ ორ წელიწადში გააჩინა შვილები და ისეთი საეჭვო სიტუაციაში რაც ერთი ბავშვი ფაქტიურად ვერცეთ ვერ წამოიყვანა სახლში სამივე გამოუცხადეს გარდაცვლილად და ყველაზე მეტ დიდ ეჭვს რაც აჩენს ის რომ მეორე ბავშვზე რომელიც 88 წლის იგივე სამშობიაროში 12 მარტს გააჩინა ანალოგიური რო უთხრეს 5 დღის მერე გამოუცხადეს დიახ გარდაცვლილად იმაზე უთხრეს თავის ტვინის შეშუპება, დიახ, მაგრამ მან ადგა კედელ მივიდა და ბავშვი აქ და 2 კვირა რა ვადამდე სანამ გაჩნდებოდა რაღაც მერე რა ეს არ იყო ხა ისეთი პათა. დიახ და აი თავარი ეს არის რომ ეს ამ ბავშვებს მერე დაბადების მოწმობა მამას აქვს აღებული, მაგრამ იქ უკვე ბავშვი ჩაწერა ნამდვილად თავისი სახელით და გვარით, მაგრამ ამ ბავშვზე არ იცებნება გარდაცვალების მოწმობა. ანუ ბავშვი ცოცხლად იძებნება. და ბავშვი სად არის დაბადებული? და ბავშვი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, მაგრამ დაბადების მოწმობა მამამ აიღო ხონის მაჩის ბიუროს განყოფილებაში. ეხლა მე დაუსვე შეკითხვა ხომ მქონდა შეხვედრა ვესაუბრე მამას და დაიბნა და მე მითხრა რომ იციო რა მნიშვნელობა ქონდა მაგასო მამა ჩემი ხონში იცნობდა ყველასო რატო ქუთაისში და იქ აიღო იქ გამიკეთავ ეს რომ იქ აიღო ნუ თხარი აქ ვინგიშლიდათ მეთქი და მე უკვე პასუხი აღარ გამცა. ეხლა აქედან გამომდინარე მაშინდელი კანონების მიხედვით, სადაც დარეგისტრირებულიყო ადამიანი, იქ უნდა და მით უმეტეს სადაც ბავშვი გააჩენდა, იქ უნდა აიღო. აი ასეთი შეკითხვები ძალიან ბევრი. ანუ მეორე გოგო რომ წლიანია? 88 წლის 12 მარტს არის დაბადებული. მეორე გოგოსაც ვეძებთ, რომელიც შეიძლება ხონში იყოს გაშვილებული? შეიძლება ხონში იყოს გაშვილებული, ან უბრალოდ ხონი დაბადების საათად? დიახ. იცით რა შეასაქვი გარდა მაგისა მე ნამდვილად აი მინდა მაყურებელს მიმართო თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბავშვები შემთხვევით პოულობენ მე რაღაც საბუთებს ეს მოპარული ბავშვები ხო ან მშობლები რო გარდაეცვალა ყველა მშვიდობა მიცეს ღმერთმა ან რაღაც არქივს გადაქექავენ ხოლმე სახში თქვენ დიახ და იქ თუ ნახო ჩვენო შვილებო, აი ჩემ შვილებად მივიჩნევ, იმიტომ რომ იმ ხელა ტრაგედიები გვაქვს ჩვენ გამოვლილი ამ ბავშვებთან დაკავშირებით, რომ მე რასაც ჯოჯოხეთი გავიარეთ ერთად ფაქტიურად, აი ნამდვილად ეს ხელჩასაჭიდი თუ კი არის და იპოვეთ რამე საბუთი, სადაც წერია გვარი სახელი, თქვათ ნანა გიორგის ასული ლაბაძე, ან თეონა დავითის ასული ყიფშიძე იცოდეთ რომ სინამდვილეში გეძებთ თქვენი დედა რომ თქვენ არ ხართ გაყიდული ბავშვი და დაგვიკავშირდეთ შეგვეხმიანეთ ტესტი აქვს გაკეთებული ჩემ მეგობარს უკვე 3 წელია მაგრამ აი არანაირი ჯერ შედეგი არ არის სამწუხაროდ და ამ ბავშვებმა არ იციან რომ არიან მოპარულები და ისინი არ არიან გატესტილები თორე ამდენ ხანს რა თქმა უნდა გამოგვეხმაურებოდნენ და ეს ბავშვი ამათი საბუთები მე ყველაფერი ამოვიღე მინდობილობის საბუთებს. ჯერ ხომ ბავშვზე მოვყვეთ და მე საბუთების მიხედვით რა როგორ წერია. მესამე მორსულობა უკვე თბილისში გაატარა თქვენმა მეგობარმა, იმიტომ რომ ალბათ უნდობლობა ქონდა ხო ქუთაისში და იმშობიარა ჩაჩავაში. იქ რა მოხდა? ჩაჩავაში სანამ იმშობიარებდა ჩამოვიდნენ თბილისში, იმიტომ რომ აღარ ვენდეთ ქუთაისს, ასე მეუბნებოდა რა თქმა უნდა რომ რა ხდება, აი რაღაცა ხდება, ხო? ან ვერ ხედავენ ორსულობის პერიოდში დეფექტები თუ რამე აქვს ნაყოფს და შესაბამისად ჩაჩავასთან არსებობდა ქალთა კონსულტაცია მაგ სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტთან არსებული იყო. იქ დადგა აღრიცხვაზე ორივე ცოლ-ქმარი 7 თვით გადმოვარგდა ფაქტურად თბილისში ცხოვრობდნენ მეუღლის ნათესავის ოჯახში და დაადიოდნენ როგორც სამსახურში ამ კონსულტაციაში 7 თვის მას გამოკვლევებზე სისხლის ანალიზები ეკოსკოპიები ნუ რაც არის მიღებული ეს ყველაფერი გაიარა ეუბნებოდნენ არაჩვეულებრივი ჯამრთელი ნაყოფი იყო ბიჭი
უკვე მესამე ბავშვი და ბოლოს უკვე რომ მოვიდა მშობიარობის ვადა, მისცეს მიმართვა, გადავიდა ჩაჩავას ინსტიტუტში, შევიდა სამშობიაროდ 4 ივნისს, 12 ივნისს გაუკეთეს ისევ საკეისრო კვეთა, ბავშვი არის აღსალამათი, უდღეს მოუყვანეს, ცუძუ აჭამა, დედამის დაანახა ფანჯრიდან, ნათესავები იყვნენ იქ რა თქმა უნდა ჩასული და მეხუთე დღეს უთხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა. Აგიჩდა რა თქმა უნდა რას ქვია გარდაიცვალა რა მოხდა ბავშვი ჯანმრთელი იყო სახსალამად არა არ იყო ჯანმრთელი ფილტვი არ გაეხსნა ეს იყო ფარული პათოლოგია ასეთი და მოუტანეს ანამნეზი სამედიცინო სადაც 10-მდე დიაგნოზი იყო ისეთი გაბატონთამონა რომ აი 10 ადამიანს ეყოფოდა სიკვდილის მიზეზად გარდაცვალების მიზეზად რა თქმა უნდა გამოეპარათ. ხო, აი, რანაირად გამოეპარათ ჯერ იმ პოლიკლინიკაში, განთა კონსულტაციაში, მე ისევ ჩაჩავაში რო შევიდა იქაც ხო გამოიკული ეს ხელახალი. 7 დღე იცოცხლა ესეთი პათოლოგიები. მეხუთე დღეს გამოუცხადეს. თუმცა ხო დაიბადა 12 ივნისს 19 რიცხვშია გარდაცვალების რეგისტრაცია, მოწმობა გაცემული, ვინმე გორდელაძეზეა გაცემული, საერთოდ რაშვაში ეს გორდელაძე ვინ არის არ ვიცით. ქუთაისშიც ვიცი ვინ გაიტანა გარდაცვალების მოწმობა, პირველ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც, პირველ შემთხვევაში ვინც გაიტანა ეს პიროვნება იყო ციხის რიგითი თანამშრომელი, როგორც მე გავარკვიე, მაშინ იყო ოპერატიული თანამშრომელი, შემდგომ დაამთავრა მისი კარიერა ციხის უფროსის მოადგილის. აი ციხის უფროსის მოადგილის რატომ უნდა გაიტანა ბავშვის გარდაცვალების მაშინ არ იყო მოადგილე, მაგრამ თანამშრომელი ხო იყო ციხის რა თქმა უნდა. ეხლა მე იმას ვაკავშირებ, რომ შეიძლება თქვა ოჯახის თხოვნით მივიდა და გამოიტანა, მაგრამ არ ვიცი, ეს არის ყველაფერი გამოსაძიებელი, რა თქმა უნდა. მეორე შემთხვევაში ვინ გაიტანა? მეორე შემთხვევაში გაიტანა ვინმე ყოღუაშვილმა, რომელიც ვიყავი ჩასული, გავესაუბრე ამ ქალბატონს, მან ყველაფერი უარყო, არაფერი არ იცის, მას დაავალეს ეს რომ მიეტანა იქამდე ცნობა, მაგრამ მე რატომ უნდა აეღო ეს გარდაცვალების მოწმობა? მე კავავ ისეთი სამსახურში ვიყავი, რომ მევალებოდაო გარდაცვალების ცნობის წაღება, მე ვთქვი, გასაგებია რომ ეს გევალებოდათ, მაგრამ აღება გარდაცვალების მოწმობის მეთქი, ხშირ შემთხვევაში ამასაც ვაკეთებდიო. რა სად მუშაობდა? აი იმ პირველ სამშობიაროში მუშაობდა, როგორც თვითონ ამბობს, აი მან ხო ბევრი განყოფილებები ახლა ყველას თავის ფუნქციები აქვს და სოციალური რაღაც სამსახური ერქვა იმ პერიოდში იმასო და ჩვენ გვევალებოდა ამ სამუშაოების გაფორმებაო. აი არ ვიცი თამუნა მე ეს შეკითხვები დაუსვი გამოძიებას ჩვენ გამოძიებამდე ხო რომ მივიდეთ კი ბატონო მესამე ბავშვის გარდაცვალების მოწმობა ვის არის გატანილი მესამე ბავშვის გარდაცვალების მოწმობა გატანილი ამ ვინმე გორდელაძის ამ შემთხვევაში ვერ ვიპოვეთ ვინ არის ვერ ვიპოვეთ ჩაჩავაში რას ამბობენ ვინ არის ჩაჩავაშიც არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პასუხი არ მოგცეს ჩვენ მოგცეს პასუხი მხოლოდ იმაზე რომ სიმართლის წიგნის ამ მონაწერი მოგცეს ჩაჩავაში და ეს ანამნეზი ანალოგიური და ეს გარდაცვალების აქტი ამოვიღე უკვე საჯარო რეესტრში და გვითხრეს და გვიდასტურეს ნამდვილად რომ არის იქ გარდაცვლილი და მაგრამ საქმე იმაში რომ ეს გარდაცვალების აქტში თვითონ აქტში მრავალჯერადი გადასწორებებია თარიღებია შესწორებული ასევეა პირველი ბავშვის გარდაცვალების ნანა ლაბაძეზე რომ დააფიქსირეს იმის გარდაცვალების აქტშიც არის ეს გადასწორებები და ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ეჭვი რომ ბავშვები ცოცხლები არიან მასე ვიცით ბევრი შემთხვევა ხალხს გარდაცვალების მოწმობა აქვს მაგრამ ცოცხლები არიან კი ძალიან თქვენი ჯგუფის წყალობით ასეთი შემთხვევები არის გახსნილი დიახ და შესაბამისად თან არც ცხედრები არ გამოატანეს მშობლებს ეს მეორე დიდი ეჭვი ხო და დაბადების მოწმობები რომ და დედამ ეხლა გაიგო საერთოდ რომ ბავშვებს სამივე სახელები დაარქვა მამამ და მამამ აიღო ეს მოწმებები და მეორე ბავშვს თეონა დაარქვა და მესამეს დავითის ზეყიფშიძე ეს ახლა გახდა მისთვის ცნობილი 1 წლის წინ და შოკირებული იყო ნამდვილად რომ ეს რატო არ უნდა სცოდნოდა მას აი ხედავთ რაშია საქმე აქედან გამოვიდა რა დასამალიეს იყო ხო თქვათ ხო შეიძლება და იმ თავით მით უმეტეს რომ 9 წელიწადი იცხოვრა ცოლ-ქმარმა რეგისტრირებულ ქორწინებაში მე საბოლოო ჯამში აი სწორედ ამ ტრაგედიებმა სავარაუდოდ გამოიწვია ის რომ დაშორდა ცოლ-ქმარი და წავიდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად ჩემი მეგობარ და დღესაც ცხოვრობს საზღვარგარეთ და მოღვაწეობს იქ შრომობს და ეხლა ვეძებთ აი ახლა რა ხდება გამოძიების ჩვენ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ უკმაყოფილო ჯგუფის წევრი ყავს რომელიც გვეუბნება რომ აი რატომ არ იძიებთ ამ საქმეს და მიმართეთ პოლიციას მიმართეთ პროკურატურას თქვენ ხართ ადვოკატი რომელმაც არაერთხელ მიმართა
და თქვენზე კომპეტენტური ხარ ამ შემთხვევაში ვერავინ იქნება. რატომ არ ხდება გამოძიება? დიახ, ოფიციალურად განცხადებით მივმართეთ მთავარ პროკურატურას, მოვითხოვეთ საქმის აღძვრა, ჩვენი ვარაუდები ჩამოვაყალიბეთ მთელი ეს ჩემი გამოძიებული кейსი, რა თქმა უნდა, თან დაურთ ეს აბუთები, რაც ამოვიღეთ დაბადების მოწმობები აქტებიდან, ამონაწერები გარდაცვალების, ასე ვთქვათ, დაბადების აქტიდან ამონაწერს არ მაძლევენ, თორე ეს გამოძიებას აღარ დამჭირდებოდა ფაქტურად. მე გამოვიზიე ეს საქმე და გამზადებული მასალებით შევიტანე პროკურატურაში. და ფაქტურად ეს მოწმე ერთი გამოვკითხე ქუთაისში, რომელსაც რა თქმა უნდა ყველაფერი უამბო, მეორე მოწმის გამოსაკითხათაც ვიყავი და სამწუხაროდ ის პიროვნება, რომელიც ციხის თანამშრომელი იყო, გარდაცვალა და 40 დღის ესეც ერთი კიდე ტრაგედია, რომ ის უკვე პენსიაზე ყოფილა გასული და გარდაიცვალა. რაღაცა შეიძლება ნათელი მოფენოდა ამ საკითხს. ხო, ეხლა დასაკარგი არავის აღარაფერი აღარ აქვს, უკვე იმდენი დრო გავიდა. მინდა აუცილებლად თან დავაფიქსირო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არავის სისხლი არ გწყურია და არავის დაჭერას არ ვითხოვთ, იმიტომ ამას უკვე აზრი აღარ აქვს, ეს უკვე აბსურდია. ერთადერთი მიზანი არის, რომ ერთი შვილი მაინც ვიპოვო, რაჩი. აი ერთი შვილი მაინც დავიბრუნო, ხო, იმის მერე აი ეს ქალბატონი არის 28 წლის იყო თამარი თავისუფლად შეეზო კი გათხოვდა რა თქმა უნდა სხვა ოჯახში იქნა, მაგრამ შვილის გაჩენაზე არც უფიქრია, იმხელა სტრესი მიიღო და ისეთი შოკი მიიღო, რომ უკვე დაკომპლექსდა და მართლა ეშინოდა, რომ თვითონ იყო რაღაცა არასრულფასოვნად ჯანმრთელი და რა თქმა უნდა ეშინოდა, შიშიც ჰქონდა, რომ ეს ისტორია არ განმეორებულიყო, ამას მე ვეღარ გადავიტანდიო. და შესაბამისად მივმართეთ პროკურატურას, უკვე გავიდა 1 წელი მიმართვიდან. ეს ჩემი ვარაუდები, საბუთები, მოწმობები მაქხედველობაში და ამონაწერები კი ბატონო დადასტურდა ყველაფერი, მაგრამ რა დადასტურდა? აი რომ ნამდვილად ეს იყო, ის ბავშვი იყო ლაბაძეზე გაფორმებული პირველი, სინამდვილეში არა ერთ-ერთი რაც გააკეთა გამოძიებამ, არის რომ მშობლები დაკითხა ონლაინ რეჟიმში. ანუ WhatsApp-ის დახმარებით, იმიტომ ის ამერიკაში ცხოვრობს, ეს ქუთაისში ცხოვრობს, მეუღლე მისი და ყოფილი და აი ესე WhatsApp-ის დახმარებით დაკითხეს კარგით. სხვა დანარჩენი რომ ბავშვთა სახლები, რაღაცები გადაემოწმებინათ, ხო არ არიან იქ შესული ეს ბავშვები რამე ამის მსგავსი. ჩვენთვის არანაირი პასუხი არავის არ მოუწია, რომ ვკითხულობთ, ვრეკავ, რა ხდება, როგორ არის იქ სისხლის სამართლის ადვოკატი კიდე ცალკე დამატებით, ჩემი მეგობარი გვიცავს მაგ თემაში და მე სამოქალაქო თემები დავამთავრე, რაც იყო ჩემს დამოკიდებული და არავინ არაფერ პასუხს არ გვცემს. ერთადერთი აი ახლა ვითომ რომ ის მოწმეები უნდა დავკითხოთ, უნდა წავიდეთ ქუთაისში, ანუ გინეკოლოგი, ვინც ოპერაციები ჩაატარა და რა თქმა უნდა ის მოწმე ქალბატონი, ვინც და თბილისში კიდე ეს გორდელაძეა დასადგენი, თუ არის დღის მდგომარეობით ცოცხალი რაც ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, რომ რაღაცა ეს ნაბიჯები იქნას გადადგმული და გამოძიებული ეს საქმე. ამ საქმეში გამოძიებისთვის დადგენილი გონივრული ვადა არსებობს? აი, ამაშია სწორედ თემა, რომ ადრე, აი ძალიან ადრე, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ვადები არსებობდა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო გამოძიებლებისთვის, იმ ვადებში უნდა ჩატეულიყვნენ, თუ ვერ დაამთავრებდნენ საქმის გამოძიებას, თავიდან 2 თვე იყო, მერე 9 თვე იყო მაქსიმალური ვადა და ამაზე საყვედური კი შეიძლება რამოდენიმე შემთხვევა თუ იქნება სამსახურიდანაც გაეთავისუფლებინათ. დღეის მდგომარეობით ეს ვადები აღარ არსებობს. ანუ კანონი შეიცვალა? სამწუხაროდ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს კანონი ახლა არ შეცვლილა. ანუ შეიძლება რომ ეს საქმეები ესე იდოს თაროზე წლობით და არავინ არ გამოიწვიოს და ვერც პასუხს ვერ მოითხოვთ? პასუხი შეგიძლია მოითხოვო, მაგრამ გეტყვი, ანუ თუ შეჩერებულია მიზეზი რაღაცა, შეიძლება დაგიწერონ ეს ყველაზე კარგი შემთხვევაში, ან შეიძლება შეწყვიტონ. რეალურად ან დამნაშავე პირის დაუდგენლობის გამო, ხო, აი საფუძველი ისა რომ თუ კი შეჩაატარე საგამოძიებო რამე მოქმედება, ხო, ეს უნდა ჩანდეს და გამაცნო, ხო? აი რა ჩაატარე, რა გააკეთე. აი არაფერი ეს არ ხდება. რომ წახვიდე გენინსპექციაში თქვათ, გაასაჩირო რაღაცა და მოითხოვო ყურადღება, ანალოგიური, აი რა არის იცით, აბსოლუტურად დაუცველები ვართ. დაზარალებულები ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბოლომდე მიიყვანონ ეს გამოძიება. ანუ უარს თუ მოგცემენ თქვა დასაბუთებული უარი თუ იქნება რა, მე ამ უარი თქვა წავალ სხვა ინსტანციაში შესაძლებელი. აი
გამომძიების დადგენილების გარეშე ხო არ გვაძლევენ დაბადების აქტიდან ამონაწერს, ხო? აი რა ვქნა, რომ პირდაპირ წერია ან გამომძიების დადგენილება საჭირო, ან სასამართლოს დადგენილება. და გამომძიებას ვერ თხოვთ ამ დადგენილებას? გამომძიებელი ამ დადგენილებას ჯერჯერობით არ მოგცემს, იმიტომ რომ მას პროცესუალური მოქმედებები არ ჩაუტარებია ბოლომდე, არ ამოუწურია ის ყველა მოქმედებები, რაც აქ ჩას ან მოწმები არ ყავს დაკითხვა. აი რატო? დიახ. გასაგებს გამომძიებელი. და აი დაკავებულები ვართ, არ გვეცალა უკაცრავად, არა, ცუდად არ გესაუბრებიან, თავაზიანად გესაუბრებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცა ის დროის გაწევა. მე უფრო ვფიქრობ, რომ არის რაღაცნაირად არ არის სახელმწიფოს ნება ამ თემაში, რომ დაეხმაროს ხალხს. თორემ ან ეს რაღაცა უცნაური კანონი შეიცვლებოდა, რამე კონკრეტულ ვადებს დააწესებდნენ. ან არა და ხო მე არ მაქვს ხედულობაში, რომ აი მყისერი ამ წუთში მოხდარ დანაშაულობებზე, რა თქმა უნდა, იქ არის თავის ვადები და უცებ მიდის მერე სასამართლოში საქმე განსახილვება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ასეთ ხანდაზმულ საქმეებზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს საქმეები არის ხანდაზმული და მაგიტომ ვერ ხდება გამოძიება. ესეა? იცით რა, ხანდაზმული არქივებს თუ გულისხმობენ და იმას, რომ საბუთებია ძნელი მოსაძიებელი ვთქვათ და მოსაპოვებელი, გეთახმებით, კი ბატონო, თან ყველაფერი ფასიანია ჩვენთვის, რიგით მოქალაქეებისთვის ეს საბუთები, მაგრამ მე ფაქტორად გამოძიებული кейსი მიუტანე, ხო ვთქვათ. თუ იმას გულისხმობ, რომ დანაშაულის ჩადენის ხანდაზმულობის ვადა აქვს, ვთქვათ, ამაზე ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ვინმეს პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ვითხოვთ ვიპოვოთ დაგვეხმარეთ, რომ მოპარული ბავშვი ვიპოვოთ. ხო რამხელა მანკი ეს მთელი ქვეყნისთვის რამხელა საშინელებაა, რომ ამ ჯვარის ქვეშ მოვდივართ მე-15 საუკუნის შემდეგ. ბავშვების პარია საუკუნეების მანძილზე არ ვიცი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ყიდიდნენ ხო საუკეთესო გენეტიკურ ფონდს ჩვენი ქვეყნის და შემდგომ კიდეც და 100,000 თქვენ ჯგუფში რამდენი წევრია ხო თითქმის 300,000-ზე მეტი. წარმოვიდგინოთ ხო 100,000 ბავშვი ხო მაინც არის მოპარული და თან ეხა ამას რო ვფიქრდები რა ვფიქრობ რომ რა მოთხოვნადი ყოფილა ეს ჩვენი ჯიში გენი ქართველები რომ ხო მაინდა მაინც აქ ასეთ პატარა ქვეყანაში იპარავდნენ ამ რაოდენობის რო არ ყოფილიყო მოთხოვნა ხომ მიწოდებაც არის არ იქნებოდა მიწოდა. სხვათა შორის ეხლა უფრო გააქტიურდება იმედია გამოძიება ხარ ვიცი მე ვერავის რა თქმა უნდა ჩვენ მუჭს მაგიდაზე ვერ დაურტყამთ წესია კანონია მაგრამ ამ ვადებსაც აქვს მისი მოლოდინის ვადა მაქვს ხედულობაში ადამიანი უკვე 60 წლის გახდა ხო შეიძლება ის ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩემი თამარი მაგრამ სხვები უფრო მეტი ხნისაც არიან ახლა ის ადრე გათხოვდა და იყო ხალხი ცოტა გვია რო გააჩინე შვები და ვერ მოესწრონ ბედნიერ დღეს რომ სიმართლე გაიგონ და ან იმ ბავშვების ამ ისტორიაც მესმის ყველას თავი გაყიდული გონია როგორი კომპლექსია ეს ცუდი გაგებით და რატო უნდა იცხოვრონ ამ დილემით რომ აი არ უნდოდი დედას გადამაგდო და ასე შემდეგ და ამიტომ გვეჩქარება ამიტომ გვინდა ბატონო გურანდა თქვენი აზრით რატომ არ აწყობს სახელმწიფოს ამ საქმეების გამოძიება ახლა ამან რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ამის მიზეზმა, მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ, რომ იმიტომ არ აწყობთ, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი იყო ამ თემებში ჩართული, სავარაუდოდ და თან არც არის ამ ქვეყანაში ის იმ დონეზე მისული მიდგომები ამ საკითხისადმი, რომ ბავშვს უთხრან ის რომ არის აყვანილი, თავიდანვე იცოდეს ეს ბავშვმა, მისი ფსიქიკა, მისი ფსიქოლოგია ხა არ უნდა იმოჯახს 30 წელი და 40 წელი რო ზარდა ბავშვი რომ ეხლა გაიგოს იმან რომ აყვანილია და ხო არა ის უნდა ბოლომდე ტყუილში აცხოვრონ და ის ფაქტი რომ წაართვეს მოპარეს სხვას და ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაუქცეს მათთვის მორალური თვალსაზრისით არაფერს არ ნიშნავს ეხლა ხო ეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის აი რანაირად ამ სიმართლით რანაირად ცხოვრობენ მაგრამ იცით რა მუხლიც ხო შესაბამისი არსებობდა რომ საიდუმლოების გამჟღავნება ბატონო ეს სისხლის სამართლის ეს რატომ არ იყო ან ევროპაში ან ამერიკაში ან სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში იმიტომ რომ იქ თავიდანვე იცოდა ბავშვმა თავიდანვე იყო საქმის კურსში და ეს არის ცივილიზებული მიდგომა სინამდვილეში რეალურად რომ და ლეგალურად ხდებოდა იქ ეს ყველაფერი და თუმცა მე იქაც დაიწყეს კანონებს ისინიც მოტყუილებული იყვნენ განსაკუთრებით ვინც ჩამოდიოდა კანადიდან ამერიკიდან და აქ ატყუილებდნენ რომ აი
დატოვა დედა მშობლებმა და ცხოვრებდნენ სადღაც სასტუმროებში ამ ხალხს და აშინებდნენ გარეთ არ გამოხვიდეთ და რაღაცა. დაარწმუნებული ვარ ისინი კრიმინალთან არ დაიკავებდნენ საქმეს და თუ კი მათ ეცოდინებოდათ. მაგიტომაც ვერ მოყვავს ასე ვთქვათ კანადიდან და ამერიკიდან ამყვანი მშობლები ინტერვიუზე ვერ ვითანხმებთ და ვერც ფილმში ვერ გადავიღეთ რომ იმათ ეშინიათ რომ უკვე რო გაიგეს აქ რაც ხდებოდა იმათ ეშინიათ ამ ისტორიის მოყოლა რომ ვაიმე არ დადგეს ჩემი სამართლებრივი დევნის საკითხი და რომ ვუხსნით რომ არავინ თქვენ და ისინი ვერ ხვდებიან როგორ შეიძლება რომ გამოძიება არ მიდიოდეს ამ საკითხებზე და არ ჯერათ ჩვენი და ვუხსნით რომ არავინ არ დაგკითხავთ არაფერს არ გამოიძიებენ და ნუ აი ცოცხალი თავით არ რა სამწუხარო რეალობა აი ეხლა ერთი რამ მინდა გითხრათ ახლა დღეს ვინმე მცხვირიც რო დააცემინოს არა ეს იცის სუსის სამსახურმა ფაილები აბსოლუტურად ელემენტარულ თემებზე აქვთ არ აქვს მაგას მნიშვნელობა რა ყველაფერი აინტერესებს და ეს ხო მაგათი ნების და მაგათი ცოდნის გარეშე არ ხდებოდა და არც მოხდებოდა არც ერთი ხელისუფლების და მთავრობის დროს აი ეხლა ასეთი რა ვიცი რაღა მნიშვნელობა აქვს ეს საზღვარგარეთ გაშვილებული ბავშვების საქმეები მაინც გახსნან და ამათი ნება თუ არ იქნა იმას ვერ გავხსნით ეხლა გეტყვით რატომ ეს ბავშვები არიან გაყვანილები აბსოლუტურად უცხო ადამიანების სახელებით და გვარებით ანუ თითქოს და ვიღაცა იყო მათი მშობელი რეალურად აი ამ ვიღაცა ხალხზე მიწერილი შვილები რომლებიც მათი შვილები არ არიან და მათ სახელებით და გვარებით არიან გაყვანილები და შემდგომ გადაკეთებული დაბადების მოწვევები რომ არ არიან მათი შვილები არ ვიცით ვინ არიან მათი ბიოლოგიური მშობლები და ამიტომ რადგან ამყვანი მშობლები არ გვაძლევენ გამოძიების საშუალებას ბიოლოგიურ მშობლებთან ვერ მივდივართ იმიტომ რომ ბიოლოგიური მშობლების მონაცემში სხვა სახელი და გვარი უწერიათ იმდენად არის ჩახლართული ეს ამბავი რომ სანამ ბიოლოგიური მშობლები არ დაიწყებენ თვითონ ამ შვილების მოძიებას და სანამ შვილები არ დაიწყებენ მათ მოძიებას და სანამ ისინი თქვენს არ იპოვიან ჩვენ ვერ მაგრამ რომც დავიწყოთ გამოძიება ეხლა თუნდაც აი კვიპროსზე გაშვილებული ბიჭის ისტორია რომ მოვყვეთ რა ანუ მის საქმეში იყო ჩარეული ნოტარიუსი, თარჯიმანი, მოსამართლე თანაშემწე, იურისტი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? მე მისი ისტორია მივიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნუ ეხლა უკვე მაქვს იმის უფლება რომ თქვა რომ სწორედ მის გამო მქონდა მე გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნუ დღემდე ვერ ვასახელებ იმ სახელებს და გვარებს ვინც მან წერია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებოდნენ რომ ვიძიებთ და ვიპოვეთ მისი მშობლებიო მეუბნებოდნენ და იპოვეს ის ხალხი ვინც მის დაბადების მოწმობაში წერია რომელიც არ აღმოჩნდა მისი მშობლები და მე ვურეკავდი ნოტარიუსს სულ რომ აი გამარჯობა დაგკითხეს დაგირეკეს ვურეკავდი თარჯიმას ვურეკავდი არაფინ არ დაუკითხავთ დიახ აი მეც აგერ ოქროს მოწმე ვარ და არც კი გამოუძახები ვარ არავის არ დაუკითხე. ხო და აი რა ბერკეტი გვაქვს. აი ნუ გეუბნები რომ გამოვიძიებთ. აი 10 წელი რო გვითხრან ესე რომ გამოვიძიებთო 10 წელი ვერაფერს ვერ ვისამთ. რამე არსებობს რაღაცა ხელჩასაჭიდი რაღაცა დახმარება რომ რაღაცით მოვითხოვოთ გამოძიება. აი მას ვიძახი აბსოლუტურად დაუცველები ვარ. არაფერია. აი სამართლებრივად ხალხი არის დარჩენილი დაცვის გარეშე და ანუ სამართალს ვერ ვპოულობთ ხე მე იურისტია ვერ ვიპოვით სხვებზე საერთოდ რა ვიცი რაზეა საუბარი ალბათ აი სხვა ბერკეტი აი ჩაკეტილია ყველანაირი ინფორმაცია გარდა ზედაპირულისა რაც არ არის საკმარისი გასახსნელად ხო ამ საქმეების არა და თან არ ვიცი ადრე იყო რაიმე პრობლემური საკითხი თუ ხა ცივილიზებულ სახელმწიფოში არ უნდა იყოს საჭირო მანიფესტაციები მითი ფრიალი რაღაც პლაკატებით და მითი რა მოგვეცით ამის უფლება შეცვალეთ კანონი ეს ახლა ხო შეიძლება რომ უკვე როცა ამხელა თემაა წამოწეული და ეს უკვე იცის თელმა მსოფლიომ და აგერ დოკუმენტური ფილმები გადაიღეს თქვენი მონაწილეობით ამდენი ამბავი ატეხილი რომ ხო შეიძლება რომ ამ თემაში დაგვეხმაროს თვითონ სახელმწიფო რომ ეს კანონი შეცვალოს ან რაღაც ვადა დააწესოს საგამოძიებო ან მოგცეს იმის უფლება უშუალოდ რომ დაბადების აქტიდან ეს ამონაწილეები ნახოთ კიდე ერთხელ ვიძახი არ ვითხოვთ არავის პასუხისგებაში მიცემას არ გვინდა არანაირად არც იმ ბავშვზე მიძალება დაძალება გასაგები ხა ის გაზარდა სხვა ოჯახმა და იმათ სიყვარული აქვს ხო ბიოლოგიური მშობლის სიყვარული საიდან ექნება მაგრამ თუ არ ექნება იმის სურვილიც რომ ამ ოჯახს ჩაეხუტოს ბატონო
მეგობროს გააგრძელოს რაღაცნაირად ურთიერთობა, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც არის. უბრალოდ იცოდეს გენეტიკა, იცოდეს დედამ, რომ ვიღაცას არა უყვანია, ან ორგანოების გამო არ მომხდარა სადმე მისი გაშვილება, ან თქვათ მოსამსახურეთ არ წავა. იყო ისე ასეთი შემთხვევაც მე ბევრი გამიგია, თქვათ, რომ ძალიან ხანდაზმულმა მშობლებმა აიყვანეს და მე მოჯამაგირე საშინელი ბავშვობა ჰქონდათ და მოჯამაგირეთ არა, მაგრამ არა ასეთებიც ვიცი და წლის მიმწოდებელი უნდა მყავდეს. დიახ, მე ამადლიან ხოლმე, აი ხარი ხოლმე კომენტარებშიც, რომ აი რა გინდა, გადასარევმა მშობლებმა გაგზარდა, რატო რა რით ხარ უკმაყოფილო? მადლობა ბატონო, გასაგებია, მაგრამ იქნება იმაზე უკეთესად ვიქნებოდი მე ჩემ დედასთან და მამასთან და აი ამას ვერ ვღებულობთ ვერც მე და ვერც ჩემი თამარი, რომ ეს ძალიან მიუღებელი არგუმენტია ჩვენთვის და ანუ გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი არ არსებობს ერთადერთი იმისა თუ თვითონ ამას სახელმწიფო თუ არ მოინდომებს არა, მაშინ ერთ-ერთი რომ იბრძოლო უნდა რანაირად ვიბრძოლო, უნდა გაერთიანდნენ ეს დედები, ეს მშობლები, მოპარული ბავშვები, ვისაც ეს არის იგივე მიდის ყველაფერი დნმ ბაზასთან, რომელიც სამწუხაროდ ძალიან არსებობს საქართველოში დიახ, არ არსებობს თორე ბაზასთან გაერთიანება. დიახ, ეს რო იყოს წამებში და წუთებში შესაძლებელი იქნებოდა ამ თემების გარკვევა და იცით რა, სხვათა შორის აი ფიქრობ ხშირად მეფიქრება ხოლმე. დღეს მდგომარეობთ არ ხდება ასეთი ამბები? არა. არ ხდება ხო? და 1-10 წლის წინ ხომ მაინც ხდებოდა. იყო ასეთი შემთხვევები, ხო? დაზუსტები და დანამდვილები ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩნდებიან ქალბატონები, რომლებიც აი გვევინებიან, რომ აი მშობი არის 2010 წელს, 2005 და ამ ხას ვეუბნები, რომ ქალბატონო მე ვერ დაგეხმარებით. ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს საქმეები ხანდაზმული არ არის და მეორეც ერთი ეს საქმე უკვე პირდაპირ ეხება პროკურატურას. და ამ ბავშვმა თუნდაც აი 2015 წელს დაბადებულმა ბავშვმა შემთხვევით რო ნახოს ინტერნეტში ეს ისტორია რო ესეთი წერია და აი არასრულწლოვან ამ ბავშვთან დაკავშირებით მე ვერანაირ მოქმედებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე არ ვიცი მისი ფსიქიკა რამდენად გაუძლებს და ყველა ესეთ ქალბატონს ვეუბნები რომ მიმართეთ პოლიციას, მიმართეთ პროკურატურას, იმიტომ რომ თქვენი საქმეები არ არის ხანდაზმული. და მე ამათ შემგანწყლის რომ აი შენ არ გვაწერინებ, ვერ ვეხმარები, იმიტომ რომ არასრულწლოვანს რაც ეხება, მე ამ საკითხში უძლური ვარ სამწუხაროდ. არ ვიცი ახლა მე რა თქმა უნდა მაგაში სრულად გეთანხმებით, მაგრამ ერთ თემას მინდა შევეხო მასთან დაკავშირებით, რომ თუ არ ვცდები გაიჟღერა რაღაც მატერიალური საწყისი იყო, რომ ამ თქვენ ჯგუფთან დაკავშირებით, რომ აი გაიხსნება საქმე, იქ თუ კი თქვა სამინისტრო დაინტერესდება რაღაცა და რაღაცაო. მე შემიძლია მიმართო ახლა მაყურებელს, რომ აი ჩვენ პირადად რა ისეთი ტანჯვა გავიარეთ და იმდენი დრო დავხარჯეთ და იმდენი რესურსიც, მათ შორის მატერიალის, ანამ ეს საბუთები მოვიპოვეთ და დავადგინეთ და ესა რომ ნამდვილად მერჩიმნა, აი ესეთი სამსახური თუ იქნებოდა, რომ გადამეხადა იქ რაღაც გარკვეული ჰონორარი და გამოეძებინათ ეს საქმე ხარისხიანად, ოპერატიულად და გარკვეულიყავით ყველაფერში. მაგრამ არ არსებობს აქ ძალეს კერძო დეტექტივების სამსახური ოფიციალურ დონეზე პასუხისმგებაში მიეცემა ადამიანი თუ ლეგალურად არ შეიძლება ამის გაკეთება, ხო? აუ, ამასაც რომ ვისაუბროთ, აი, რამდენიმე ადამიანი არის ჯგუფში, რომელიც აფობს, რომ მივმართე კერძო დეტექტივს, მივმართე, ანუ ეს არალეგალურია აბსოლუტურად, ადრე იყო. არა, ნუ აი ასე რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი ხერხებით, ბერკეტებით, რომ მაგრამ იცით რა, სხვათა შორის გამოგრძალეს კერძო დეტექტივი. გამოცდილი, იმიტომ რომ კონკურენტები გახდნენ მაგათთვის. დიახ. ანუ კერძო დეტექტივი თუ იძიებს საქმეს, ეს ხომ არ არის უკანონო მიყურადება, ან უკანონო თვალთვალი. არა, რატო იქ მომენტებში შეიძლება დაჭირდეს ვინმეს თვალთვალიც, ვინმეს ადევნებაც, თქვათ რომ რაღაც გადაადგილებები შეხედოს, თქვათ გააჩნია რა საკითხზე მიმართეს, ხო? აქ მარტო ამ ბავშვების პოვნის საკითხს არ გულისხმობ და ამიტომ აკრძალეს ეს სისამართლის დანაშაულია, თქვათ ვინმეზე ადევნება ან თვალთვალი კი ბატონო. და შესაბამისად ეს იყო რამოდენიმე წელი ეს რაც აიკრძალა და ეხლა თუ ასეთი რამეები როცა ხდება, ეს არის რა თქმა უნდა უკანონო ქმედება. და რაღა დაგვიტოვეს. არაფერი აღარ დაგვრჩა, არანაირი ბერკეტი, ხო? თუმცა იგივე თქვენ ხალხს გონიხართ ახლა თქვათ, ხო? არის ყოველი შემძლე ამ თემაში და ამ
საკითხში მოგმართავთ პატივცემულებო, რომ ამ საკითხშიც ვესაუბრეთ ჩვენ, სულით და გულით ვთხოვეთ, თუ შეეძლოთ დახმარება, მათ შორის თუ არსებობდა ოფიციალურად რაიმე ბერკეტები ამისი და ჩვენ ამ თემაში ვერ დაგვეხმარა ქალბატონი თამუნა, იმიტომ რომ ბავშვი არ დაიწყებს ზებრას, ერთადერთი რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს, არის გენეტიკური ტესტი და რაც შეიძლება მეტი პოსტის დაწერა ჯგუფში. პოდკასტში მოსვლა, ისტორიის გავრცელება, აი ამაში შემიძლია გახმოვანება. უფრო ფართო მასებმა რო გაიგონ და ძალიან ვერ გებულობ კიდე იცით რა, როცა მოპარულ ბავშვებს ეხება საქმე და იპოვა ერთმანეთი ოჯახმა, ხო ბავშვმა მშობლებმა რა, ეს იმხელა სიხარულია ყველასთვის, ყოველთვის ვულოცავთ კი ბატონო გასაგებია, მაგრამ მოკლე მოლოცვა და დამთა. აი ძალიან კარგი იქნებოდა იმ მეთოდების გაზიარებაც, რა გზით, რა ხერხებით მივიდნენ. კარგი ჩვენ ახლა ხო არ ვჭორავთ, არ გვაინტერესებს ბატონო იქ რაღაც ისეთი იმან ასექნა, იმან ის თქვა, იმან აი მეთოდი, რა მეთოდით გავიდნენ გარდა ტესტისა, რა თქვა, თუ ტესტი დაემთხვა და ამ გზით იპოვეს ერთმანეთი, ეს გასაგებია, მაგრამ რომელ დაწესებულებებში იყვნენ, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რა გზა გაიარეს და ეს ხვებსაც შეუმსუბუქებს მდგომარეობას და დააჩქარებს ხო ამ პროცესებს და იყავით ამ საკითხში ტოლერანტული და თანადგომა გამოიჩინეთ სხვა მშობლების მიმართაც, რომლებიც არიან გამწარებული მშობლები, ძალიან გთხოვ ყველას. ხო. პოდკასტის ბოლოს მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ დაბადების წლები ბავშვების. პირველი გოგონა დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის პირველ სამშობიაროში. მამამ დაარქვა ნანა გიორგისასული ლაბაძე, დედა არის თამარ ბონდოსასული ლაბაძე და მისი გვარით გაატარა ბავშვი. მეორე გოგონა თეონა დავითისასული ყიფშიძე დაიბადა 88 წლის 12 მარტს ის ქუთაისის პირველ სამშობიაროში, ის იძებნება ცოცხლად. ხონის მაჩის ბიუროს მიერ არის გაცემული დაბადების მოწმობა. მესამე ბავშვი დაიბადა 90 წლის 12 მარტს ბიჭი დავით დავითისძე ყიფშიძე ჩაჩავას სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში თბილისში და მისი გარდაცვალება დაფიქსირდა 19 ივნის, დაიბადა 12 ივნის 90 წლის. თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, რომ მხედრები მშობლებს არ წამოუყვანიათ და შესაბამისად არც საფლავები არ არსებობს, რომ ან ექსგუმაცია მოვითხოვოთ ან რამე და კიდე სხვა ისტორია მაგ თემები, რა თქმა უნდა და ამიტომაც მიმართავთ 1986 წელს, 1988 წელს და 1990 წელს დაბადებულ ბავშვებს, თუ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ხართ აყვანილი, მოგმართეთ და გენეტიკურ კვლევას ჩვენ გაგიკეთებთ უსასყიდლოდ. აუცილებლად დედას გაკეთებული აქვს და სულ მოუთქმელად გელოდებით ჩვენო შვილებო. მადლობა სტუმრობისთვის. თუ ამ წელს ხართ დაბადებული, შეგვეხმიანეთ და ტესტირების ხარჯებს ჩვენ ამანაზღაურებთ. დიდი მადლობა თანადგომისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. დროებით.